I have great pleasure in მაქვს დიდი welcoming პატივი მივესალმო მის აღმატებულებას ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. to address the Assembly. გთხოვთ მიმართოთ ასამბლეას. Mr. President, ბატონო პრეზიდენტო, Secretary General, გენერალურ მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, dear friends, it is an honor ძვირფასო მეგობრებო, to address the ჩემთვის United დიდი Nations პატივია General Assembly once again. კიდევ ერთხელ მივმართო გაეროს გენერალურ ასამბლეას. მე წარმოვადგენ საქართველოს ძლიერ ერს, That values freedom, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. where my country როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის is destructive. დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. This is still evident in the occupation of ეს ცხადია territory რუსეთის by the ფედერაციის Russian Federation. რუსეთის ფედერაციის კვლავ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20% და 100,000 ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი. თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება, ჩვენ საქართველოს გადავაქცეთ დინამიურად განვითარებად საზოგადოებას, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი. Understands საქართველოს კარგად ესმის ომისა და შვიდობის ფასი. since 2012 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა an uninterrupted decade. შვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი აწლეული. I would like to take this opportunity სურს to ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება საერთაშორისო თანამდებობების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულთიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. to ensure our continued peace. შვიდობიანი არსებობის უზრუნველყოფად I call on the international მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში and fully და implement the EU სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. thanks to our pragmatic foreign ჩვენი policy პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად over the past decade. ბოლო 10 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ Critical investments to improve the quality ეკონომიკური ზრდა, ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 10%-ს აღემატება 2021 და 2002 წლებში ასე იყო. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2003 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე ის თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90%-იანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. the unemployment and poverty უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა. the World Justice Project 2012 World Justice პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. according to the Fraser Institute ფრეიზერ ინსტიტუტის 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით საქართველოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების while the Heritage Foundation Index of Economic სიაში მე-15 ადგილზე, ხოლო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი საქართველოს 21 ადგილს იკავებს ევროპაში. 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს წინ. safest country Number of Crime Index საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან გლობალურ წრეში მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვარ. ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია. ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექსს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მართლობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. work towards comprehensive ეს ჩარჩო დოკუმენტი multifaceted progress. We also place 20-30 წლამდე განხორციელდება. ჩვენი ყოვლისმომცველი მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებას და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემის მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესეთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად. ჩვენი ძალისხმევა ეხება განათლების ყველა საფეხურს. up to $1 billion $1 მილიარდი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების და საბავშვო
საზღვრების რეაბილიტაცია მშენებლობისთვის. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის სფეროში. ამჟამად ჩვენი მოსახლეობით 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ სერვისების ხარისხს. განზრახული გვაქვს მაქსიმალური ზრუნვა უზრუნველყოთ ყველა მოქალაქისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ეს წარმატებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროგრესისა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მიღწეული, მაგრამ ნათლად ასახავს ჩვენ ძალისხმევას შექმნათ შესაძლებლობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს. ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს. მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა, როგორც გაერთიანებულ სახელმწიფოს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი სავაჭრო სივრცე და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს. გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივლისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს თითქმის 90% მხარს უჭერს ევროკავშირის გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას. ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებული ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველოს დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა. ბოლო დროის განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას. საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. 2 ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატოს მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32 მამათმა ჯარისკაცმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლების და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთაშორისო და ინტერესების დასაცავად და საქართველო ადასტურებს, რომ ურყევი ერთგულება გააჩნია. ჩვენ მნიშვნელოვნად შევიტანეთ წვლილი ევროკავშირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებში და პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას. ეს არის მშვიდობის კეთილდღეობის პროგრესის და მდგრადობისთვის გაწეული მიზნები. ომი უკრაინაში აღვიძებს იმ ტრავმას, რაც საქართველოს აქვს გავლილი 2008 წელს. სრულად ვაცნობიერებთ და ვგზნობთ იმ ტკივილს და გაჭირებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მივუერთით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ საქციებთან. ჩემმა მთავრობამ უკრაინას არსებითი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური უკრაინული სასწავლო პროგრამით. ნება მიბოძეთ კაფეოდგან ვაცხადო, ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.
გეოგრაფიული მდებარეობის გამო შექმნილი გამოწვევების მიუხედავად we have managed მოვახერხეთ to keep our people ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა while supporting Ukraine უკრაინისა და საერთაშორისო თანამდებობის მხარდაჭერისას წინ დახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. through my government's ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას. ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში. ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ყალიბდება მრავალ განზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, infusing additional რასაც დამატებითი კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოჯისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიული სატრანსპორტო და ერეფნის გაზი ვავითარებთ აზიას და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქვს მიღებული, რაც გააძლიერებს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში. middle corridor შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენი ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-27 წლებში. these roadmaps provide ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. in pursuit of enhancing east-west connectivity. აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირების გაძლიერების მიზნით საქართველოს 2015 წელს დაარსა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. თბილისის აბრეშუმის გზის მეოთხე ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში bringing together approximately 2 დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღეს მონაწილეობას. business representatives from more მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. საქართველოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო, მათ შორის არკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ გაორმაგდება. the construction of a new ახალი clear deep support. ღრმაწლოვანი ანაკლის სპორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე-ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობად, რაც თანამედროვე ღრმაწლოვან პორტს შექმნის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს. გარდა ამისა, ამჟამად უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. ეს პროექტი გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად. პროექტის განხორციელება გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და ახალშეძლებლობებს შექმნის ამ ორ რეგიონს შორის ტრანზიტისთვის და ტრანსპორტირებისთვის. ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნასაც და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საჭიროებას. აქტიურად ვახორციელებთ ახალ წამოწყებებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ათვისებით. Our objective is to ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები და ხელსაყრელი გარემო შექმნათ ინოვაციური ელექტროსადგურების შესაქმნელად ქვეყნის უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას მოუდანს ჩვენს ხალხს და რეგიონს. and the entire region. Dear friends, ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი იქონია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. we remain ჩვენ dedicated to ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წვლის შეტანის იდეისადმი. we stand ready to მზად ვართ გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობათა თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და მომავლის უზრუნველყოფა მოვახდინოთ. and our shared humanity ჩვენ brings us together. საერთო თვისება, ადამიანურობა გვაკავშირებს და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობა ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დაუტოვოთ მომავალ თაობებს. Thank you very much. დიდი მადლობა.
On behalf of the Assembly, I wish to thank the Prime Minister. ასამბლეის სახელით მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და პროტოკოლს თხოვს მიაცილოს ის დარბაზში. შემდეგი გამსვლელი Varadkar. მაშასოეს ხო პირდაპირ